აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენით დაიწყო ღონისძიება, რომელიც არამხოლოდ მიღწეულ შედეგებს აჯამებდა, არამედ მომავალზე ორიენტირებულ გზავნილსაც ატარებდა. ხელნაკეთ დეტალებში ადამიანების ისტორია იკითხებოდა. სწორედ ამ სივრცეში შეაჯამა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა თენგიზ ნასარიძემ 2025 წელს სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობა და ისაუბრა სამომავლო პრიორიტეტებზე. მოხსენებაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მეწარმეობის ხელშეწყობას, ბიუჯეტის ზრდის დინამიკას, სტრატეგიულ დაგეგმვასა და რესურსების ოპტიმიზაციის მიმართულებებს, რომლებიც სოციალური და ეკონომიკური პროგრამების გაძლიერების შესაძლებლობას ქმნის. ხაზგასმით აღინიშნა, რომ 2025 წელს სამინისტროს საქმიანობა ორიენტირებული იყო არამხოლოდ მიმდინარე საჭიროებებზე, არამედ გრძელვადიან განვითარებაზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერაზე, როგორც ეკონომიკური გაძლიერების ერთ-ერთ მთავარ ბერკეტზე. წარმოდგენილმა მონაცემებმა აჩვენა ბიუჯეტის ზრდა და ფინანსური მართვის უფრო ეფექტიანი მოდელები, რაც სახელმწიფო რესურსების მიზნობრივ გამოყენებას უზრუნველყოფს. ვფიქრობ, რომ 2025 წელი ძალიან საინტერესო წელი იყო. ჩვენ არაერთი აქტივობა განვახორციელეთ უშუალოდ ეკონომიკური პროგრამების თვალსაზრისით, მაგრამ უპირველესად აღსანიშნავია ბიუჯეტის ზრდა, როგორც 25 წლის დაზუსტებული ბიუჯეტის, ასევე პროექტი 26 წლის, სადაც ფაქტიურად 30%-იანი ზრდა გვაქვს, რაც რა თქმა უნდა პირველ რიგში მოხმარდება დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს და თითოეული მათი ოჯახის კეთილდღეობაზე იქნება მიმართული. ანგარიში დადებითად შეაფასა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჯარაძემ. მისი განცხადებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გატარებული პოლიტიკა ქმნის მყარ საფუძველს სოციალური პროგრამების გაფართოებისა და დევნილთა მხარდაჭერის გაძლიერებისთვის. მთავრობის თავმჯდომარემ სამინისტროს გუნდს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა წარმოადგინა ანგარიში, რომელიც ეხებოდა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ განხორციელებულ საქმიანობას და 2026 წელს დაგეგმილ ღონისძიებებს. ციფრები ნამდვილად შთამბეჭდავია და პირდაპირ მიესადაგება ეს ღონისძიებები და პროგრამები, რომლებიც აქვს დაგეგმილი სამინისტროს ჩვენს დევნილ მოსახლეობას და მათ საჭიროებებს, რომლის დაპრიორიტეტება მოხდა მათთან მუდმივი კომუნიკაციის და შეხვედრების კუთხით და ვფიქრობ, რომ 2026 წელს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება ამ სამინისტროს მხრიდან და მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ თენგიზ ნასარიძეს. შემაჯამებელი ღონისძიების დასკვნით ნაწილში დაჯილდოვდნენ აფხაზეთიდან დევნილი მეწარმე ქალბატონები მარიამ კარბაია, თათია ყოლბაია და ნათია ჩალაძე, რომლებმაც სამინისტროს მიერ გამოცხადებული საგრანტო პროგრამის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერა მიიღეს. დევნილებისთვის ეს გრანტი მხოლოდ რესურსი არ არის. ეს არის შესაძლებლობა საკუთარი საქმე გააგრძელონ და გააძლიერონ. აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მეწარმეობის საქართველოსთან ერთად გამოაცხადა საგრანტო პროგრამა დევნილებისათვის და როგორც დევნილი გამოვიყენე ეს შესაძლებლობა, რაც მეხმარება ჩემი საწარმოს განვითარებაში. ამ შემთხვევაში მე არა მეტალის მიმართულებით, არამედ ხის მიმართულებით გადავწყვიტე განვითარება, შევიძინე დანადგარები და ძალიან მალე აქტიურად შევუდგები საქმიანობას. დაჯილდოების ცერემონიაზე ასევე აღინიშნა კერძო სექტორის წარმომადგენლების როლი, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ აფხაზეთის მთავრობის ბიუჯეტის ფორმირებაში, სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპებზე დაფუძნებულ ინიციატივებში და დევნილთა პრობლემებს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად მიიჩნევენ. ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება, ჩვენი კომპანიას ვითარდება და შესაძლებელია, რომ მეტი და მეტი ურთიერთობა გქონდეს ჩვენ აფხაზეთის მთავრობასთან, კერძოდ ფინანსთა სამინისტროსთან. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ აფხაზეთში დაბრუნება იყოს რაც შეიძლება მალე, წარმატებულად. ჩვენი კომპანიისთვის არის ძალიან დიდი შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ისეთ გამოფენებში, რომელსაც უწევს ორგანიზებას აფხაზეთის სავაჭრო სამრეწველო პალატა. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო პირველ რიგში ამისთვის, რომ ჩვენს პატარა ბრენდს, ჩვენ სტარტაპს მიეცა ამის შესაძლებლობა წარმოიჩინა თავისი პროდუქცია. ამ გამოფენებს რა თქმა უნდა აქვს მრავალჯერადი სახე, რაც ეხმარება პატარა ბრენდებს წარმოაჩინონ პროდუქცია თვალსაჩინოდ და გადმოსცენ ბრენდის ისტორია. ღონისძიება კიდევ ერთხელ იქცა დასტურად, რომ ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ადამიანზეა ორიენტირებული, შედეგს იძლევა, როდესაც სახელმწიფო, ბიზნესი და საზოგადოება საერთო მიზნის გარშემო ერთიანდება.